ფუნიკულორის ზედა სადგურიდან ჩამოსვლელი ადამიანი ეჯახებოდა ამ საოცარ ფერთა გამას. ეს დიდი რაღაცა შუშის მონუმენტი მახსოვს, რომელიც ოღონდ ჩემ დროს უკვე ძალიან დაზიანებული იყო და შეგრძნება მქონდა რომ შანსი მიმეცა, რომ მეორე სიცოცხლე მიმეცა ამ ვიტრაჟისთვის. რაც გაკეთდა გუნდის დახმარებით, ძველის და ახლის შერწყმა ყველაზე მარტივად. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც ამ ქალაქს აქვს, არის მეხსიერება. სახელით ეს მეხსიერების ფრაგმენტები, ეს არის ფრაგმენტები მეხსიერების, რომელიც ივსება რაღაცა თანამედროვეობით. ეს გახლავთ ესკიზი, რომელიც 1970 წელს გააკეთა. ამის მიხედვით არის ეს ვიტრაჟი ბერიკაობა შექმნილი. ჩვენ აღვადგინეთ ახლა 60 კვადრატი. იყო 120 კვადრატი. ჩვენ მიმყოფებით ვახტანგ ქოქიაშვილის სახელოსნოში. ვახტანგ ქოქიაშვილი გახლავთ საქართველოს დამსახურებული მხატვარი, ვიტრაჟული ხელოვნების ფუძემდებელი საქართველოში. 1971 წელს აშენდა ფუნიკულორის ქვედა სადგური და ამ ქვედა სადგურის შესასვლელში იყო ეს არაჩვეულებრივი ვიტრაჟი, რომლის სახელწოდებაც იყო ბერიკაობა, იყო საოცარი ფერთა გამა. სამწუხაროდ, სადღაც 2006 წელი იყო თუ არ ვცდები, მოხდა დემონტაჟი ამ ვიტრაჟის და 2006 წლიდან ვცდილობდით, რომ გვეპოვნა სად იყო ეს ვიტრაჟი შენახული. თუმცა ვახტანგი ისე გარდაიცვალა 2010 წელს, რომ ვერანაირად ვერ მივაგენით ამ ვიტრაჟის ნაწილებს. ჩემთვის პირადად როგორც მხატვრისთვის და როგორც ვახტანგიშვილისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო რამდენიმე წლის წინ ნითხრეს, რომ ფუნიკულორის საწყობში ინახებოდა. სავალალო მდგომარეობაში იყო და დიდი ნაწილი დაკარგული იყო და არ ექვემდებარებოდა რესტავრაციას. მაგრამ მიუხედავად ამისა, თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდის დახმარებით შევძელი, რომ ეს გამეკეთებინა და ისევ ქალაქისთვის დაგვებრუნებინა ვიტრაჟი. ყველაზე სასიხარულო ჩვენთვის რაც არის რომ თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი როგორც თანამედროვე ხელოვნების ინსტიტუცია აღმოჩნდა ის რგოლი, რისი მეშვეობითაც ამ კულტურული მემკვიდრეობის ძალიან მნიშვნელოვანი ნამუშევრის ბერიკაობის ფრაგმენტების აღდგენაც მოხერხდა, ახალი ნამუშევრის შექმნაც, ახალი თანამედროვე ინსტალაციის შექმნაც, რაც ნიშნავს ძველსა და ახალ შორის დიალოგს და რაც ყველაზე მთავარია, ისევე როგორც ადრე იყო ჩაფიქრებული, ეხლაც ნამუშევარი დაუბრუნდა ქალაქს და ის განთავსებულია საჯარო სივრცეში, სადაც ყველა ადამიანს შეუძლია ნახვა. ფონდმა კონკურსი გამოაცხადა საბჭოთა ქართული ვიტრაჟული ხელოვნების დამფუძნებლის ვახტანგ ქოქიაშვილის საეტაპო ნამუშევრის ბერიკაობის ფრაგმენტების თავიდან ქალაქში განთავსებაზე. ეს ნამუშევარი თავის დროზე ფუნიკულორის საბაგიროს ქვედა სადგურს ამშვენებდა. ხოლო დემონტაჟის შემდეგ წლების განმავლობაში ინახებოდა მთაწმინდის პარკის საწყობში. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ფუნიკულორის პარკის ადმინისტრაციას და მის მფლობელებს, რომ ამ ნამუშევრის ფრაგმენტები ამდენ წლის განმავლობაში შემოინახეს და შემდეგ გადმოგვცეს იმისათვის, რომ შეგვიძლებოდა მისი აღდგენა და ნამუშევრის სახით ქალაქში დაბრუნება. პირველად გამოვაცხადეთ კონკურსი კონკრეტული ნამუშევრის ბაზაზე. ამ შემთხვევაში ვახტანგ ქოქიაშვილის ვიტრაჟული ნამუშევრის ფრაგმენტებიდან უნდა გამოეყვანათ ახალი ნამუშევარი, ახალი ინსტალაცია არტისტებს. ძალიან მოგწონს გამარჯვებული გუნდის, თიმ არქიტექტურასა და სტუდიო 501-ის არასტანდარტული და საკმაოდ საპასუხისმგებლო მოცემულობის გადაწყვეტა. მინიმალური ჩარევით შექმნეს სრულიად ახალი შინაარსი. არტისტებმა ფრაგმენტები განალაგეს ამ ახალ ინსტალაციაში თავდაპირველი ფორმატის გათვალისწინებით და ამით ყურადღება გაამახვილეს იმ სიცარიელეზე, რომელიც მოუფრთხილებლობამ, ყურადღებობამ და აგრესიამ გამოიწვია ჩვენს ისტორიაში. ეს ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია მათი მხრიდან. ამ პროექტის მეშვეობით გვინდოდა ყურადღება მიგვექცია იმ საგანძურისთვის, რომელიც ჯერ კიდევ სათანადოდ არ არის შესწავლილი და დაფასებული. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მეხსიერების ფრაგმენტები მოგცემს შესაძლებლობას არამხოლოდ გავიხსენოთ ისტორია, არამედ ასევე დავაფასოთ, გადავაფასოთ იმისათვის, რომ მომავალში მსგავსი მემკვიდრეობა და საგანძური აღარ დავკარგოთ. დღის განმავლობაში მზის მოძრაობასთან ერთად ძალიან დრამატულად ჩანს თვითონ მასალის სხვადასხვა სახე.
ერთ მხრივ არის ვიტრაჟი, მეორე მხრივ ქმნის ქანდაკებას. ჩვენთვის არქიტექტორებისთვის ეს ძალიან ძლიერი ნაწილია და ძალიან ბევრ სხვადასხვა ენაზე გველაპარაკება, რაც ძალიან საინტერესოა. ვიცოდით იმ მასალის ისტორია, რომელიც უნდა ყოფილიყო გამოყენებული ამ კონკურსში. ვიცოდით, რომ იყო ეს ფუნიკულიორის ქვედა სადგურის ფასადზე, რომელსაც ყავდა ძალიან მნიშვნელოვანი ავტორი, ტარიელ ქუთათელაძე და გიგა ბათიაშვილი. ისტორიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არქიტექტორები და თავიდანვე ისე შემოვიდით ამ პროექტში, რომ გვინდოდა ერთგვარი დიალოგი შეგვექმნა ამ ისტორიასთან, ამ ძველ შენობასთან. როდესაც დავიწყეთ დამუშავება სხვადასხვა სცენარის, როგორ შეიძლება წავსულიყავით, ჩვენთვის ყველაზე ბუნებრივი შედეგი იყო, რასაც დიდი ხანი მოვანდომეთ, რომ სიმარტივისკენ მივსულიყავით, შეგვექმნა ესეთი ტიპის ქანდაკება, რომელიც პირდაპირ გაიმეორებდა რაღაც მხრივ ძველ ნახატს და ამავდროულად ექნებოდა ახალი იდენტობა. ჩვენ შევქმნით კონკრეტულად 10 ობელისკი, ერთგვარი ჩარჩოების კასკადი, თითო ობელისკში არის 3 ჩარჩო და ვიტრაჟის ფრაგმენტები ჩავსვით ზუსტად ისეთი განლაგებით, როგორც იყო ორიგინალ ნაგებობაში. მემკვიდრეობა ძალიან ბევრი კუთხით გადაიშალა, რადგან ასევე ძალიან საინტერესო მომენტია, რომ ჩვენი გუნდის წევრი ერთ-ერთი არის ტარიელ ქუთათელაძის შვილიშვილი, ნუცა კანდელაკი. პირადად ჩემთვის კონცეფციას აქვს კავშირი ჩემ ბავშვობის მოგონებასთან, რომელიც არის ასოცირებული ბაბუაჩემის სახლთან. ესეთი ისტორია იყო, რომ დედაჩემის ქორწილი უნდა ყოფილიყო, ახალი გადასულები იყო ამ სახლში და ჯერ კიდევ ცარიელი იყო, ასე ვთქვათ და მოიფიქრეს ესეთი რაღაცა, რომ გახალისების მიზნით სპონტანურად რომ მოდიო მოვხატოთო მინის კარი, რომელიც გადიოდა აივანზე. შემდეგ ეს სპონტანური და დროებითი ნახატი დროთა განმავლობაში გაიცრიცა და ნაწილები მოშორდა მინას და გაჩნდა სიცარიელები და ჩვენთვის იქცა ერთგვარ რაღაც თამაშად. ამ სიცარიელებში ვიყურებოდით ამინდიდან გამომდინარე ვხედავდი ხან რუბელს, ხან ცას, ხან მთას. ჩვენი კონცეფციაც რეალურად რაც არის ეს მეხსიერების ფრაგმენტები. დავტოვეთ სიცარიელები, ანუ რეალურად ერთის მხრივ ხას უსვავს იმას, რომ რაღაცა აკლია, დაგაფიქრებს რომ თქვა გაიგო რა იყო რეალურად ამ ვიტრაჟის ისტორია და მეორეს მხრივ ნახვალს აძლევს საშუალებას, რომ დაასრულოს ეს ნახატი თავის წარმოსახვით. კონცეპტუალური გადაწყვეტის გარდა მნიშვნელოვანი იყო ინსტალაციის კონსტრუქციული გადაწყვეტაც, იმიტომ რომ მისი ადგილიდან, მიწიდან, ნიადაგიდან, ქარის დატვირთვებიდან, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ბევრი ფაქტორი იყო გასათვალისწინებელი. კონსტრუქციულად შედგება მიწის ზედა 10 ნაწილისგან, რომელიც არის სიმაღლეში მიწის ზემოთ 8 მეტრ-ნახევარი, სიგანე აქ მეტრ-ნახევარი და გადაბმული არის მიწისქვეშა ბეტონის ფუნდამენტით, რომელიც მიწისქვეშ დაახლოებით 2 მეტრზე ჩადის. ბევრი ხალხი მოძრაობს და გათვალისწინებულია ყველანაირი უსაფრთხოების ფაქტორები. ძალიან მოზრდილი მასშტაბი აქვს ამ სკულპტურულ ნამუშევარს, ბუნებასთან, ურბანულ გარემოსთან დამოკიდებულებაში. არც დიდია, არც პატარა არის და არის ზუსტად იმ მასშტაბში, რაც იმ ადგილს მოეწონებოდა. ეს ცოტა სიახლე არის საქართველოსთვის და თბილისისთვის. ცოტა სხვა ტიპის ნამუშევრებს იყო საზოგადოება საერთაშორისო დაწყებული. ის უნდა გამოჩენილიყო, ხო, ელემენტარულს ვამბობ, როგორც ქართლის დედა, ეს წამყვანი ან მუზა, ყოველთვის ასეთი რეპრეზენტირებულ ადგილებზე იდგნენ და ამ სკულპტურასთან უნდა მივიდეს ადამიანი, ცოტა უნდა მოძებნოს, გაიაროს ტერიტორია, დრო უნდა დაუთმოს, ამის თქმა მინდა. და ეს დრო არის დღესდღეობით ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე მეტად ამას აქცევს დღეს ადამიანი ყურადღებას და ასეთი ნამუშევრისთვის ნამდვილად ღირს იქ მისვლა და დათვალიერება.